ამას შეხედეთ რა ვიპოვე ბათუმში. ეს არის შავი აჭარული ხაჭაპური. ეგეთი რაღაცა პირველად ხედავ და რა თქმა უნდა, შავი აჭარული ხაჭაპურიც უნდა გავსინჯოთ ჩვენი მეთოდით, რომელიც გვასწავლეს ზემო აჭარაში. დავხნიშნოთ ვიზუალური მხარე, რა მაგრად გამოიყურება და რა მაგარი ფერების შეხამება. აქ უკვე მართლა ვხედავ, რატომ აჭარული ხაჭაპური არის აჭარის სიმბოლო. რა თქმა უნდა, გასინჯვა დავიწყოთ იმით, რომ კვერცხი და ყველი ავურიოთ ერთმანეთში. გასინჯვა რა თქმა უნდა დაიწყება ყუნწების მოტეხვით. შეხედეთ რა შავი ცომია შიგნით. დავამატოთ ჩვენ შავ ცომში ყვითელი ულამაზესი ყველი. ეს რა გემრიელობა ვიპოვე, ღმერთო, რა გემრიელია, რა მაგარი ყველი არის დამატებული აქ. იწელება კიდევაც, იმდენი არის, რომ პური არის ერთი ალბათ აჭარულის ერთი მეოთხედი, დანარჩენი არის სულ ყველი. როგორც მითხრეს, რატომ არის ცომი შავი? ეს იმის გამო არის, რომ ცომში არის დამატებული ნახშირი. არავისთვის საიდუმლო არ იქნება, რომ ნახშირი გვეხმარება საჭმლის მონელებაში. ნუ რა გამოდის, აჭარული ხაჭაპური უბრალოდ გემრიელობის გარდა გახდება უფრო ჯანსაღიც. რა თქმა უნდა, იმედია ჩემ ვიდეოების მერე არც ერთი აჭარული ხაჭაპური არ იჭმევა სხვანაირად, მარტო ეგრე. როცა შეიჭმევა ირგლივ ყველაფერი, ვახვევთ ჩვენ აჭარულ ხაჭაპურს და უკვე ვაგრძელებთ ეგრეთ ჭამას და არც ერთი ყველის წვეთი არ დაგვივარდება. სანამ მე გავაგრძელებ ჩემი შავი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება, საიდუმლო გეტყვით, სად შეგიძლიათ მარტო ბათუმში გასინჯოთ შავი აჭარული ხაჭაპური. ეს არის ახალი ფილიალი კრაფტ ფუდის ბათუმში.